მოგესალმებით მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით რიკოთის უღელტეხილთან, გასვლაზე მიდის ქუთაისში, დღეს იმერულ დერბის დავესწრებით ტორპედო ქუთაისის სამგურალის წინააღმდეგ. ჩვენი მოგზაურობა ეროვნულ ლიგაში და ქალაქებში გრძელდება. მოვინახულებთ ქალაქ ქუთაისს, გავიგებთ ხალხის მოსაზრებებს და შემდეგ დავესწრებით მატჩს. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის საქართველოს საინტერესო ქალაქების სანახავად, კულტურის გასაცნობად გამოვიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის შენებელი, წყალტუბოგი მხარე არის, მისი დამამშვენებელი. მალე შევალთ ქუთაისში და ახლობთ ნახევარი საათის გზა გადაგვჭა. ჯერ დრო გვაქვს, რომ იმერული სამზარეულოს დავაგემოვნოთ, ხალხსაც გავესაუბროთ, ადგილობრივების განწყობა ნახოთ თამაშამდე როგორია. ტორპედოს თამაშს არ ვარ დასწრებული, ქუთაის სტადიონს კი ვარ ნაყოფი, მაგრამ თამაშს არ ვარ დასწრებული და როგორც ამბობენ და როგორც მსმენია და როგორც ვადებენ თვალყურს. ძალიან უყვართ ამ ქალაქში თავიანთი ადგილობრივი გუნდი და ფანების სულ გულხმოვანად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს. თუნდაც ხა დინამოს თამაში რო იყო. სავსე სტადიონი. ნუ დიდი მისავსე იყო სტადიონი და რა ჯობია ეს ატმოსფეროს და ესეთ ქალაქს რა. მართალია მაგ თამაშში გოლი არ გავიდა, მაგრამ თამაშიც კარგი იყო და ატმოსფეროც კარგი იყო სტადიონში. კი, ანუ თამაშიც კარგი იყო, მაგრამ გამომდინარე ვფიქრობ, რომ აი ამდენი ხალხი რო იყო, ყველას мотиваცია ქონდა და თამაშიც აქა გამომდინარე დაძაბულიც იყო, საინტერესოც იყო და მე დღესაც კი მოვედინები მაქვს, რომ იმერული დერბიც არანაკლები დაძაბული იქნება და საინტერესო. Debit press, არ ვნებდებით ნოლს. ქუთათურ მზეს ვიცავთ გავიდანთ გოლს. გავიდანთ გოლს, არ დავწყვეთ გულს. ერთ მუშტად შეკრულ ქუთათურ გულს. ჩამოვედით ქუთაისში, ულამაზეს ქალაქში, გავივლით, ავაგემოვნებთ იმერულ სამზარეულოს, გავესაუბრებით ქუთაისელ მაცხოვრებლებს, გკითხავთ ქუთაისის ტორპედოზე დღევანდელ მატჩზე. ნამდვილად ულამაზესი ქალაქია, სასიამოვნო გარემო არის, აქაურობა ევროპის ულამაზეს ქალაქების ქუჩებს წააგავს. დღევანდელი თამაში იმედია უფრო გაალამაზებს აქაურობას და გაახარებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს. იმედი მაქვს, რომ სტადიონზე უამრავი მაყურებელი მოვა და გაივსება რამაშენგელია სახელობის სტადიონი. გავაგრძელებთ ახლა ქუჩაში სიარულს და გავესაუბრებთ ადგილობრივ მაცხოვრებელს. სანამ გავესაუბრებთ ვინმეს, მანამდე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო subscribe-ისთვის და like-ისთვის. დროებით. და დღეს რომ გავიმარჯვეთ, მადლობას ვეთქვით ღმერთს. დღეს რომ გავიმარჯვეთ, მადლობას ვეთქვით ქუთათურ ხალხს. ქუჩაში შეხვდა ტორპედოს აკადემიის ფეხბურთელი ჯემალ კუხალაშვილი. მოგესალმები. ძალიან გამიხარდა რომ დაგინახეთ ეს ტორპედოს ფორმით და დღეს გეცოდინება რომ თამაში გაქვს იმერული დერბი. რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ თამაშზე? ჩემი აზრით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ დღეს. კარგი თამაშები იყო, ბოლო თამაშების, კარგი თამაშად. მაგ თამაშიდან გამომდინარე დღესაც დამაჯერებლად ჩემს პრობლემა. რა თქმა უნდა, მოვიდნენ გულშემატკივრობ სტადიონზე. ვიცოვი რომ დღეს უნდა წავიდე მე ეს თამაშზე, გულშემატკივრობ მთელი ჩემი გუნდით. დიდები ან პატარებიანად და უნდა გულშემატკივრობ ტორპედოს რომ გავიმარჯვებთ დღეს. მოგესალმებით. ქუთაისის ტორპედოზე კითხავთ 1-2 სიტყვით. რამდენად ადევნებთ თვალყურს ეროვნულ ჩემპიონატს, რამდენად კომაგობთ თქვენი ქალაქის გუნდს, თუ დადიხართ ხოლმე თამაშებს? და რა ყურადღება აკლია ხალხის მისვლა აუცილებელია სტადიონზე და დანარჩენი თვითონ ფეხბურთელებზე დამოკიდებული და თუ კარგად ითამაშებენ და ხალხს გაახარებენ, ძალიან კარგი იქნება. თქვენ რამდენად უყურებთ ხოლმე და დადიხართ ხოლმე მატჩებს? უყურებ თუ სტადიონზე არ იქნება ტელევიზორში მაინც უყურებ. ანუ ადევნებთ ხშირად თვალყურს. დღეს იმერული დერბი არის, წყალტუბოს სამგურალს ეთამაშებით. რას ფიქრობთ, როგორ ჩაიგდეს მატჩი? უნდა მოვუყუროთ. წესი და ახლა მეზობელია, მაგრამ ახლა ფეხბურთია და მოგება, წაგება ძმებია და უნდა მევიდო. რას იშავს თქვენთვის ქუთაისის ტორპედო და ამ ქალაქისთვის? ყველაფერს. დღეს თამაში აქვს თუ იცით?
იმერული დერბია დღეს. ხო, კი მეგონი კი. რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ თამაშზე? რას იზავს ქუთაისის თორბედო? იგოს. სული რა გვიქნდა რომ იგოს და წარმატებას უსურვებთ ესე. ნამდვილად. აა დალექიკო რა ბოშებითა. სამოზოს გაზა რაცებად უკვე ფერტოპედეს ბალექიკო. ბიჭებო, აბა გითხარით, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის ტორპედო ქუთაისი და თქვენთვის თუ უყურებთ ფეხბურთს? დღეს არის თამაში და მივდივართ სიყვარულს ნიშნავს ამ ქალაქისთვის ტორპედო ქუთაისი. ახლა რო იყიდება ფეხბურთელები მილიონებად მასე კი არ იყო ფეხბურთელი იყო გეგუჩელი გვარი აღარ მახსოვს მე მაგალითი რომელიც თბილისში დინამო და რამდენი ქუთაისი ჩამოსულები და ისინი ფაბრიკა ქარხნებში ფორმდებოდნენ თუ ცოტა ხელფასი რომ მიღონდა ანუ ფეხბურთელები პარალელურად მუშაობდნენ? კი არ მუშაობდნენ ფეხბურთით იყვნენ მაგრამ ხელფასი ხომ დაკოლოდა რაღაც არსებობის საშუალება დღეს რო არის რომ აგერ საზღვარგარეთ თბილისში მაგალითად ხო სულ ქართველები იყო ფეხბურთელები ერთი იყო მეკარე მარტო ხომიჩი გვარას ხომიჩი და ახლა ახალგაზრდა ხო იცით თავისებური და მეკარე ვარ ხომიჩი ბურთს ვერ გამეწა ხომიჩი რაღაცა ასეთი რამე იყო მასწავლებელი ესეც პატარა ქუთაისური იუმორი. ვისაც გავიდან გონს არ ვნებდებით პრეს არ ვნებდებით ნოს ქუთათურმზეს ვისაც გაგიდან გონს ქუთათურმზეს ვისაც გავიდან გონს ქუთათურმზეს ვისაც გავიდან გონს ვინ ყოფებით პარ მუზეუმში? სანამ მატჩის დრო მოვა, მანამდე გავხურდებით იმერული სამზარეულოთ, ცოტა ლუდით. მატჩის დღეს უხდება ლუდი არა ჩაკუ. ქუთაისში იმერული სამზარეულოს არ დაგემონება, არ გამოდის და სანამ საქმეზე გადავალთ, შემოვიარეთ. დავაგემონებთ იმერულ სამზარეულოს და აღვიდგენთ ძალებს, რაც გზაში დავკარგეთ და შეუდგებით უკვე გადაღებას. მოკლედ საინტერესო დღეგველის წინ. ამისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი, მეგობრებო და დაალაიქეთ ვიდეო და დაასაბსკრაიბეთ. ნახოთ ახლა ველოდებით პროცესში ვართ ლოდინის და რაღაცა კვილებს მიკაცკაცებს უკვე ვალერი გვერდიდან მოგშვიდა დავიღალეთ მთელი გზაში ვართ. კაი 5 საათი. მე სამი და ეს ხუთი მთელი გზა. დღეა უნდა. მთელი გზაში თუ ხარ? ოკეი. მოვიდა იმერული ხაჭაპური რაც ხავარია. ჭადიც მალე იქნებაო. ვალე, გასაკეთე. მოხალხო. იმერლებოდ ეს იმერული დერბია თან და საქართველოს ფეხბურთს გაუმარჯოს, ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს, იმერეთს გაუმარჯოს. ამოდის ახალი მზე იწყება ახალი დილა და დღეს რომ გავიმარჯვეთ ვინ ყოფებით პარ მუზეუმში თაზოსთან და ქუთაისთან ერთად? ბიჭებო, გითხარით რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაის ტორპედო ამ ქალაქისთვის? ქუთაისის ტორპედო ამ ქალაქისთვის ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავდა ოქროს აწმის ჩვენთვის რა ქართველებისთვის, მაგას ნიშნავს ქუთაისის ტორპედო ქუთაისისთვის და ამ ქალაქისთვის. აი თქვენ რამდენად ხართ ჩართული ამ ფეხბურთში? რამდენად უყურებთ ეროვნულ ჩემპიონატს ან რამდენად ქომაგობთ ადგილობრივ გუნდს? მოკლედ ეროვნულ ჩემპიონატს ჩვენ ქომაგობთ ტორპედოდან გამომდინარე. და რო გითხრათ ახლა რომ ძალიან მაგარი ჩემპიონატი გვაქვს ხო და მაგაზე ვისაუბრო, მოგატყურებთ და არამედ ტყუილი გამომივიდეს, მაგრამ ტორპედოს ხათრით უყურებთ ეროვნულ ჩემპიონატს და გვიყვარს ტორპედოსთან ერთად. თუ ტორპედო არ იქნება, ღმერთთან უკნას. რა თქმა უნდა, ავდგებით მერ და უფრო დაველოდებით სხვა ლიგებს. გადავალ სხვა სპორტს. ანუ მე ცოტა ბანალურად ვიტყვი, რომ ქუთაისის ტორპედო ქუთაისის არის შეუდარებელი და რა შეეხება ახლა გულშემატკივრებს. ჩვენ რამდენადაც ბედნიერები ვართ მოგებაზე, იმდენად უფრო უარესად ბრაზდებით მარცხზე და ამიტომ ჩვენთვის შეუდარებელი გუნდია და ვალეშიკობთ ბოლომდე. ქუთაისი აუცილებლად რო არ გითხრათ ახლა ერთი ორი სტყვით ვერ მორჩევით, ახლა დატუნებული ვარ, მაგრამ ქუთაისზე უნდა გვესაუბროთ რაღაცა გითხრათ რა. კაი, ქუთაისი საიდან დავიწყოთ? ქუთაისი დაიწყე მიდან შემოსვლიდან. არა, მე თეთრი ხიდიდან დავიწყოთ. ბიჭებო, ეხლა რო გითხრათ, ქუთაისი არის ჩემთვის შეუცვლელი, შეუდარებელი ქალაქი, იმიტომ რომ სადაც არ ყოფილი ვარ, ევროპის ბევრ ქალაქში ვარ ნაყოფ, მაგრამ
თეთრიძე მაგარი ხიდი არც პრაღაში არ მინახავს. ბარსელონას ეს რაღაცა შენობები არის მაგარი, მაგრამ მაინც ქუთაისის ყველაფერი მიჩნია ერთი სიტყვით, ახლა ამ შედარებებით უკვე მიხვდებით, რომ ჩემთვის არის შეუცვლელი შეუდარებელი ქალაქი. ანუ ყველაზე მეტად რაც მიყვარს და ვინც და ყველაფერი რაც კი შეიძლება ვთქვა. მე არსად არ ყოფილ ვარ, მაგრამ ჩემი ძმაკაცი იყო ევროპის ფერ ქალაქში და მეუბნება რომ ქუთაისზე მაგარიო არ არის და მე მჯერა ამ ყველა. რა თქმა უნდა შეიძლება მაგათის გჯერა. კი ბატონო, ჩემი ძმაკაცი მჯერა ყოველთვის. და გარემო. მე იმიტომ ვერ მოხვდები ვერსად რომ ფრენის მეშინი. და ფეხით სადანდეს ვკაჩავ ამოვდივარ ქალაქში და ხო ხდება. იმერული დერბი გვაქვს ერთგვარი, წყალტუბოს სამგურალი და ქუთაისის ტორპედო. დერბზეც გითხარი. აი როგორც ვიცი, დაძაბული ურთიერთობა არა, როგორც დერბებში ხდება ხოლმე რა, ერთი კუთხის ორი გუნდი რო ეთამაშება, ძირითადად ევროპაში დაძაბულია ხოლმე ურთიერთობა და არ ვიგინებით ხოლმე, კი, მართალი. ამ თამაშზე არ იგინებ. არა, ხო ხდება, მაინც გვერდი 9 კილომეტრი ყოფს ამ ორ ქალაქს და მაინც გინდა არ გინდა ერთი საშინაურო ვართ, ასე რომ იტყვიან მოკლედ ამ ქალაქში და ხო და ეგეთი რაღაცები არა რა მაქსიმუმ ახ ჩვენ ზოგადად დაურეგავთ თუ წააგოს ამბობენ და არა კენშე და ხო ხდება ეგეთი რაღაც თორე ისე რომ რაღაცა ეგეთი ამბავი არა რა ხო და მე რაღაც აირად მჯერა რომ დღეს გაიმარჯვეს ქუთაისის ტორპედო და 8 ქულა გვაქვს ხო იქნება 11 ქულა ჯგუფში და იმედი მაქვს რომ საქართველოს ჩემპიონები გავხდებით რა ვიცით რომ ხა ქუთაისელები მაქსიმალისტები ხართ და თქვენი გუნდის ჩემპიონობა ხო გჯერათ რა და ვარემ იმასაც კითხავთ ევროსარბიელზე რა მოლოდინები გაქვთ ქუთაისის ტორპედოზე ესე იგი ჩემო მეგობრებო ზაფხულში კონფერენც ლიგის შესარჩევზე აუცილებლად უნდა გავიდეთ და მიხდეთ თავიანთ აბა მოშედა მეთანხმე და ანუ ჩემპიონატში და ჩემპიონატს რაც შეეხება მოგების გარეშე არაფერი არ განიხილება ამაზე შეიძლება დააკნიოთ და ყველა ვთხოვ პირველ რიგში ვთხოვ მოკლედ მაყურებლებს რომ სტადიონზე მივიდეთ მაგრამ ვთხოვ ფეხბურთელებს და გუნდს რომ ისე ითამაშონ ჩვენ სტადიონზე მივიდეთ რა ამ ორ რაღაცას ვთხოვ მაგრამ ნახე ჩემი აზრით რაღაცა აკლია ზოგადად ქართულ გუნდებს რა ბევრი წასულა საქართველოსდან სხვა ქვეყანაში და მაღალ დონეზე უთამაშიათ აქ ის ფეხბურთელი რაღაცაერად ვერ ბწყდება და ამის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ რომ რაღაცა ჭირს ჩვენ ჩემპიონატს და მოკლედ პირველ რიგში ვისურვებთ რომ ჩემპიონატი გამოსვარდეს გუნდებმა გულიანად ითამაშონ ისე რომ მივიდეთ სტადიონზე და უგულშემატკივროთ რა მე ფეხბურთელებსაც წდებათ გული მაგის გამო და ჩვენც წდება გული იმის გამო რომ რაღაცა ვერ არის ისე თლად კარგად და ეს ორი რაღაცა თუ იქნება საქართველოს შეუძლია ბევრ რაღაცას მიაღწიოს კლუბებთან და არა მარტო კლუბებთან ნაკრებთან ერთად 1000%-ით ხო გეთანხმები მაგრამ ერთი კიდე რაც დავაგვირდი იცი ფეხბურთელი წასულა მაგრად უთამაშია და ჩამოსულა და აქეთ მაინც ვერ თამაშობს და ჩვენი ბრალია თქვა ხა მაგას ცოტა ნაკლებად ვიტყვი ჩვენი ბრალია თქვა რადგან თამაშებზე არ მიდივარ თქვა ხა სწორად აღნიშნა ამან მაგრამ ნუ მაინც მე ვფიქრობ რომ მაინც კიდე ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი შეგვიძლია რომ გავაფსოთ სტადიონები და მერე თუ კიდე რაღაცეები ვერქნეს მერე უკვე ქლიანი შესაძლებელი იქნება რაღაცეები და აქედან გამომდინარე მეგობრებო გირჩევთ რომ იაროთ თქვენი გუნდის თამაშებზე გავაფსოთ სტადიონი უბალეშიკოთ ბიჭებს და ბიჭებს უფრო ცეცხლი მიეცემათ და წესით გამოგვივა იმიტომ რომ ახლა აშკარად საფეხბურთო ქვეყანა ვართ და მე მგონი რაღაცებს უნდა მივახციოთ ტორპედოს და არა მარტო ტორპედოს ყველა ქართულ გუნდს წარმატებები ევროსარბიელზეც და ტორპედოს რა თქმა უნდა ევროსარბიელზეც და ჩვენთან ხო 100%-ით. არა, დინამოსაც. ევრო მიდის ის ამბავი რომ საქართველოს უნდა წარმოაჩინონ, იქა წარმატებები რა თქმა უნდა, მაგას 100%-ით ვიტყვი რომ რა თქმა უნდა წარმატებები დინამოსაც ევროსარბიელზე, იმიტომ რომ საქართველოს წარმოადგენს და არა კონკრეტულ რაღაცა. ხო, ეხ ქუთაისში რო იქნება თამაში, უბალეშიკობთ ქუთაის, რა თქმა უნდა და იმის იქეთ უკვე და ერთიანდებით და ერთი დიდი მთლიანი ქვეყანა ვართ. უბალეშიკობთ ყველა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს ფეხბურთშიც და ყველანაირ სპორტში. მადლობა ბიჭებო ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენი ქალაქის გუნდს. და ჩვენ ქართულ ფეხბურთის გვერდში ვართ და ესე გავაგრძელებთ. იმდენი ხანი სანამ ევროტურნირებზე არ გავალთ. გადავლეთ სხვადასხვა თვალს და მინახავს თქვენი ვიდეოები და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და მეგობრებო ძალიან გთხოვთ ყველამ გამოიწერეთ აი აკაკი და ლუკაც ამბობს რომ გამოიწერეთ არხიო ჩვენი ეზოს საყვარელი ცხოველები და გამოიწერეთ მეგობრებო არხი და წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო ბევრ გამომწერს და ბევრ საინტერესო პროექტს ბიჭებო პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის წარმატებები გამოიწერეთ ბიჭების არხი მაგარ საქმეს აკეთებენ და ჩვენ 10-ით შეგვეძლება თქვენი გვერდში დგომა ჩათვალეთ თქვენ გვერდში ვართ და ერთად დიდი მთლიანი რაღაცა გავაკეთოთ და წარმატებები ყველაფერში გამოიწერეთ აუცილებლად ბიჭების არხი და უბალეშიკეთ ტორპედო ქუთაისს
თუნზეც ვისად გავიდან გონს არ ვნებდებით პრეს არ ვნებდებით ნოს გულთა თუნზეც ვისად გაგიდან გონს ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისის ცენტრში და აქედან უკვე ნენელა გადავინაცებს სტადიონისკენ გავიდან გონს ვიმყოფებით რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ტორპედო სტადიონზე მატჩი სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ფეხბურთელები ბოლო მოთელვას გადიან მატჩის დაწყებამდე. შაკო, რას ფიქრობ, როგორი გამოვა იმერული დერბი? ბოლო სამთამაშს თუ გავითვალისწინებთ, უგოლიანი იყო სამივე თამაში და დღესაც ველოდებით რომ კიდე მრავალი ბურთი გავა და თავარია რომ მაყურებელი მოვიდეს, დავით მუჩქვეშში დაუდგეს და მე ვფიქრობ რომ საინტერესო თამაში გველოდება წინ. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ახლა კი შევხვდებით უშუალოდ მატჩიდან. ნომერი 8 სოტე ბერელიძე, ნომერი 9 ლევან პაპავა, ნომერი 35 დიეგო დელისაძე. დაიწყო მატჩი, ჯერსადღის წუთებია და სახიფათო მომენტი არ ქონია.
ტორპედომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო, მოიცა ახლა სახიფათო შეტევა არაბიძე, ძალიან კარგი იყო აქაც. მატჩის მერვე წუთზე არაბიძის ძალიან კარგი გადაცემით კომენ ანდრიჩმა ანგარიში გახსნა და მერვე წუთზე ქუთაისელები დააწინაურდნენ. ტორპედო იგებს 1-0. მატჩის პირველ ნახევარს დამატებულია 2 წუთი. პირველი ტაიმის მიწურულს 45 წუთზე გიორგი არაბიძეს გააქვს მეორე ბურთი და ტორპედო ორბურთიანი უპირატესობით გადის შესვენებაზე. ძალიან მაგარი დარტყმა გამოუვიდა, მარცხნაათი გაისროლა საჯარიმოს გარედან არაბიძემ და ამბიც ვიცით როგორი მარცხნა აქვს და გვინახავს მისი კარგი დარტყმების და ძალიან მაგარი პასებით. არაბიძემ პასს საგოლე გადაცემას უკვე გოლიც მიამატა და წინ მეორე ტაიმი გოლდება. საინტერესოდ მიმდინარეობს იმერული დერბი. ბიჭო, პირველი ტაიმი დამთავრდა 2-0 იგებს ტორპედო, როგორ შეაფასებდით ჯერ პირველ ტაიმს და მერე მოლოდინები რა გაქვთ მაგაზე რო გვითხრათ. მოლოდინები რა თქმა უნდა მოგება. თამაში პირველი ტაიმი ტორპედომ კარგად ჩაატარა, ასე ვიტყოდი. ნუ ორი ბურთი კარგი აიღო, კიდე შანსები სამგურალის მეკარე კარგად ითამაშა. ნუ გვაქვს შანსები, სტიმულს ხედავ თამაში და იმედია ესე თამაში გააგრძელებენ სხვა თამაშებშიც რა. რას ელოდები სეზონის განმავლობაში? რა იქნება ტორპედოს მაქსიმუმი ამ სეზონში? უკეთეს სტარტს ველოდებოდი მეც, იმიტომ რომ შუსტერი უკვე 1 წელია რაც აქაა და ჩემი აზრით უკეთესი დასაწყისი ყველას გვექონდა, მაგრამ ნუ არ მოხდა ისე ყველაფერი როგორც საჭირო იყო და მე და გამოსწორდა თამაში, მაგრამ ნუ ეს მაინც ჩვენი მაქსიმუმი არაა, ჩემი აზრით და ვფიქრობ რომ უფრო მოუმატებს რა და ამავდროულად ევროტურნირებზეც ვფიქრობ და ვფიქრობ რომ ასეთი თამაშით ევროტურნირებზე არ გამოგვადგება და უფრო უნდა გავძლიერდეს რა, ჩემი აზრით. და ეს თამაში არ არის ერთშობილური თამაში, იმერული დერბი არის, წყალტუბოს სამგურალი და ქუთაისის ტორპედო. რა მხოლოდ დატვირთვა აქვს ზოგადად ამ რეგიონის ამ თამაშს, აი როგორც სხვა ქალაქებში და უცხოეთში ხდება ხოლმე, დაძაბული ურთიერთობა ხოლმე, მაგრამ აქეთ არ იგრძნობა აი ყველაფერი, უფრო მეგობრული თამაში ხოა. მაგიტო ქუთაისი სიყვარულის ქალაქი, საერთოდ. ნუ თავარი თამაშია და აი თამაში საერთოდ კარგია ყველასთვის. ეხლა ვიცი ჩვენ სხვა გუნდებთან არის ცოტა დაძაბული ატმოსფერო, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც ფეხბურთელებისთვისაც კარგია ეს გახსნილი ატმოსფერო, უფრო თავისუფლად თამაშობენ ალბათ. რავი, ხო, ნუ იმერული დერბი და ნუ აჟიოტაჟი არ გამოდის რა, ასე რომ მაინც მეგობრო. კი ბატონო. თავარი კლასიკა უფრო ტორპედო დინამო არა, იქ უკვე დაძაბულობა არა. პირველი ტაიმი დასრულდა, ტორპედო 2-0 იგებს. როგორ შეაფასებდით ჯერ პირველ ტაიმს? შევაფასებდი, რა თქმა უნდა, კარგად. თამაში კარგია, განწყობა კარგია და ფეხბურთელებიც კარგად თამაშობენ. მაყოფილი ხართ შედეგით. როგორ დასრულდება მატჩი, რას ფიქრობთ? ტორპედოს მოგებით. გამოვიდნენ გუნდები, მეორე ტაიმი იწყება, დავიკავებთ ჩვენ ადგილს და შემოგთავაზეთ მეორე ტაიმის საინტერესო მომენტებს. მატჩის 46 წუთზე გადაღებული გოლის ავტორია ალეკო! მატჩის 46 წუთზე მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ალეკო ბასილაძემ ანგარიში 3-0 გახადა და ტორპედო უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებს იმერულ დერბის. აღსანიშნავია, რომ ალეკო ბასილაძე ქუთაისელი ბიჭია და ხო, ქუთაისელი ახალგაზრდა შემტევი, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ახალ სეზონში. წინ კიდე თლიანი ტაიმი გოლოდები.
მატჩის 55 წუთზე ანდრიჩი დუბს ასრულებს და ქუთაისის ტორპედო 4-1-იანი უპირატესობით გადის წინ. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ქუთაისში. ჩემი აზრით უკვე 3 ქულა განაღდებული აქვს ტორპედოს. მარტივი 3 ქულა გამოვიდა იმერული დერბიც. დიდი ალბათობით ტორპედოს გამარჯვებით დასრულდება. წინ ჩემი აზრით კიდევ ვიხილავთ გოლებს, დრო არის დარჩენილი. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ მეტი საინტერესო ვიდეო ნახოთ ქართულ ფეხბურთზე და მეტი გოლი, რა თქმა უნდა. იმერულ დერბი უხკოლიანი და საინტერესო ვნახეთ. საბოლოო წერტილი მამუჩაშვილმა დასვა და 6-1 დააფიქსირა ტაბლოზე. შაკო, როგორ მოგეწონა მატჩი? შესანიშნავი თამაში გამოვიდა ნამდვილად. როგორც აღნიშნე, ჩვენი მოსვლიდან უხკოლია თამაში სამაშოვდნენ ბოლო 3 თამაში და დღევანდელი თამაშიც ქუთაისელი გულშემატკივრების საბედნიეროდ საინტერესო გამოვიდა და უხკოლიანი რა. გარდა იმ 7 გოლისა, რაც ვნახეთ, ჩემი აზრით 5 გოლი კიდევ უნდა გასულიყო იმდენი მომენტები და როგორც ერთ ასევე მეორე გულსაც რა. ტორპედოს უფრო მეტი აშკარ შესული არის ფორმაში და უმატებს ეს გუნდი. ცუდი დასაწყისის მიუხედავად აშკარ ფორმაში შედიან ბიჭები და უმატებენ. ახლა ფანებთან მიდიან, გადავიღოთ ეს კადრები აუცილებლად. არა, ვიღაც ისეთი გუნდი რომ გამოხვედა მარტივად მოუგო. თქვენი ბრძოლიდან გამომდინარე და ბოლომდე დგომით ერთად დგომით გამომდინარე მოხდა. ეს ყველაფერი ეს მინდა ყველა თამაში და ზუსტად ეს მოგვიდა ჩვენ ჩემპიონობა. თქვენ გენდაცვა, თქვენი იმედი, ვიგნები. გუნდის პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფებით კილოსავთ პირველ რიგში გამარჯვებას ვიხილეთ ძალიან მაგარი თამაში თქვენთვის პირველ რიგში ტორპედოსთვის როგორ შეაფასებთ მატჩს? ძნელად მაყოფილი არ ვიყო, ხო რა თქმა უნდა, მაყოფილი ვარ და მე მგონი ეს თამაში ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. გვაქვს პერსპექტივა და ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც ვიმსახურებთ. რა იქნება ტორპედოს მაქსიმუმი და რას უნდა ელოდოთ გულშემატკივრები? ჩვენ ყველა თამაშზე ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. პირდებით ერთ-ერთ რამეს, რომ თუ თამაშებს დაესწრებიან გულშემატკივრები, თუ თქვენს მოხვალთ, იმედია რომ არინანებთ. სანახაობაც იქნება და იქნება ის, რაც ფეხბურთს ყველაზე მეტად უხდება. ლამაზი, კარგი მომენტები. ტორპედოს ფანება იხილეს ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ელოდებოდნენ ხოლმე გუნდის. მებრძოლი ძალიან მაგარი შეტევებით, კომბინირებული ფეხბურთი და ლამაზი გოლები. კიდევ ნახავთ ამ ყველაფერს ქუთაისის ტორპედოს. უცნაური იქნება რომ გითხრათ არა თქო, ანუ ჩვენი მიზანია რომ ეს არ იყოს ერთი კონკრეტული შემთხვევა და იყოს რეალობა ყოველ თამაშში. ჩვენ ყველას გვინდა რომ ესეთი შედეგი გადავიტანოთ ევროტურნირებზე. ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ივლისისთვის გავიდეთ ფორმის პიკზე.
შესაბამისად ბუნებრივია მე არ ვამ უფრო ჩვენც არ არის მნიშვნელოვანი ეროვნული ჩემპიონატი, პირიქით ამ ჩემპიონატშიც თასზეც და სუპერთასზეც ვიბრძოლებთ მაქსიმალური შედეგისთვის, თუმცა გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, გეტყვით გულწრფელად, რომ ძალიან გვინდა რომ ის რაც ყველა გულშემატკივარს ყველაზე მეტად უნდა, არა მხოლოდ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარს, არამედ საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივარს, რომ გქონდეს უკეთესი შედეგი ევროტურნირებში. კარგი, წარმატებებს გისურვებთ ევროტურნირებსა და შიდა ჩემპიონატში. მადლობა. არა, გილოცავ, გამარჯობა, სამეწავი გამარჯობა მოიპოვა ქუთაისის ტორპედო, რომ შეაფასო გუნდის თამაში და შენი თამაში ღამე მატჩი. გოლი გაიტანა და პლუს საგოლე განაცემა. კარგი თამაში გამოვიდა ჩემი აზრით საერთო ჯამში. მნიშვნელოვანი იყო მენტალურად გუნდისთვის ესეთი გამარჯვება. ამაჯერებელი, იცი, ბევრი რაღაც გვაქვს გამოსასწორებელი როგორც წინ, ასევე უკან. მაგრამ რაც მთავარია, სამეფო ავიღეთ, სახში თამაშობდით და ყოველთვის არა მარტო სახში, გასულ თამაშზეც ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ. ვფიქრობ, რომ უკეთეს ფორმაში შედის გუნდი და ასევე თითოეული ფეხბურთელი, ვიდრე სეზონის დასაწყისში იყო. არა ვიცი, ეს უნდა გავაგრძელოთ და ხარისხს უფრო უნდა მოვუმატოთ. ჯუნგლებზე კითხავ მთელი 90 წუთის განმავლობაში თქვენს გვერდით იქნება და რა მნიშვნელობა აქვს მათ გულშემატკივრობას ქუთაისის ტორპედოსთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ გულშემატკივრობას. ყოველთვის ვიძახი, რომ განსხვავებული გულშემატკივარი ყავს ქუთაისს. ფეხბურთელებს ძალიან დიდ მუხტს აძლევენ ამ სიყვარულით, ამ დაფასებით და ამ ხომალდობით და შემიძლიათ რა ძალიან დიდი მადლობა, რომ ყველა თამაში ჩვენ ვერდით არის. გიორგი არაბიძე შედის ფორმაში და ამას ელოდება მთელი საქართველოს დარწმუნებული ვარ და ფეხბურთი ვისაც უყვარს და ვინც იცის ვინ არის გიორგი არაბიძე, ყველა გულშემატკივრს და ყველა შენ გვერდშია. შენზე რო გითხრა 1-2 სიტყვით. რა, ყველა თამაშებს ვცდილობ, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ეგა წარმატებებს გისურვებ. ხვალიშკოც. დღევანდელი ჩვენი გასვლა ამით სრულდება. ვიხილეთ უამრავი გოლები, უამრავი მშვენიერი გოლები. ტორპედომ საბოლოო ჯამში მარტივად მოახერხა გამარჯვების მოპოვება იმ ეროვნულ დერბიში. როგორ მოგიწოდა მატჩი და შევაჯამოთ დღე. დღეს იხილეს ისეთი თამაში, ვფიქრობ, რომელსაც ელოდება გულშემატკივარი, რომ ითამაშოს თავისმა გუნდმა. ამ თამაშს ყველაფერი ქონდა, მაყურებელიც საკმაოდ იყო მართლა სავსე არ იყო სტადიონი, თუმცა ოვაციები და ხმაური ტრიბუნიდან ისმოდა და საფეხბურთო გარემოს ქონდა ეს ყველაფერი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას მიაროთ საკუთარი ქალაქის გუნდის თამაშებზე, ამაზე მაგარი არაფერი არ არის, შეიგრძნოთ ის ემოცია სტადიონიდან და ტრიბუნიდან და არა ტელეეკრანებიდან თუ სხვა გაჯეტებიდან ყურების დროს. დღეს ისაც აქვს შემია დაგვემშვიდობოთ და გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა გვერდში დავუდგეთ ქართულ ფეხბურთს და ბევრი საინტერესო სიუჟეტი გადავიღოთ. თქვენი გვერდში დგომა აუცილებლად ჭირდება ჩვენს არხს და ქართულ ფეხბურთს.